მივესალმები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს. საღამოშიდობის საბატონო ირაკლი, დიდი მადლობა რომ კიდევ ერთხელ ჩვენთან ერთად ხართ. ხოთ დაიკავოთ თქვენი ადგილი. მე უკვე ვთქვი რომ ამ დღეებში განსაკუთრებით ბოლო ორი დღის განმავლობაში გამიმართლა თქვენ ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმარი ხართ, იმიტომ რომ სწორედ იმ თემებზე მიმდინარეობს საუბარი, რომელშიც თქვენ უშუალოდ ხართ ჩართული, ეს არის კონსტიტუცია და კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები. ბატონო ირაკლი, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, მე უკვე ვთქვი და საყოველთაო აღშფოთება ოპოზიციის შეიძლება ითქვას, განსაკუთრებით გუშინ საღამოს მიღებულმა გადაწყვეტილებამ უმრავლესობის შეხვედრაზე, არა მარტო თავად გადაწყვეტილებების შინაარსმა, არამედ ფორმამ, როგორც ეს გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და აგრეთვე სიჩქარემ, რომლითაც ამ გადაწყვეტილებების მიღება მიმდინარეობს. მოდით აქედან დავიწყებთ მე და ნელ-ნელა გავყვეთ ყველა ასპექტს. პირველ რიგში, დღევანდელი ბიუროს სხდომა, სადაც გადაწყდა ხვალინდელი რიგგარეშე შეკრების საკითხი, არის თუ არა კანონდარღვევა? ოპოზიცია ამბობს, რომ თქვენ კანონი დაარღვიეთ, იმიტომ რომ გეჩქარებათ. კანონდარღვევაზე აქ საუბარი ვერ იქნება. პირველ რიგში მოგესალმებით, რა თქმა უნდა, მივესალმები ტელემაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა რომ ჩვენთან ძალიან მნიშვნელოვანია რომ საუბრობთ ძალიან აქტუალურ თემაზე, საქმე ეხება ქვეყნის ძირითად კანონს, რომელმაც დროს უნდა გაუძლოს ასეთი დოკუმენტის მიღებაზე. ახლა საუბარი აქედან გამომდინარე ჩვენი დისკუსიაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი. რაც შეეხება თვითონ რიგგარეშე სხდომის გამართვას, ეს ბუნებრივია კანონს არ ეწინააღმდეგება, კონსტიტუციაში პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი არ იწვევს სხდომას, პარლამენტს თავად შეუძლია 48 საათის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეიკრიბოს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ეს გადაწყვეტილება იყო ლეგიტიმური. 48 საათის გასვლის შემდეგ ოპოზიცია ამბობდა 48 საათის განმავლობაში. 48 საათის განმავლობაში. ანუ პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას 48 საათის განმავლობაში, თუ 48 საათის განმავლობაში მან არ მოიწვია სხდომა, ამ შემთხვევაში პარლამენტი თავად იკრიბება. და ამაზე იყო საუბარი, რომ 48 საათის რატომ არ აცლიან იქნებ პრეზიდენტმა საერთოდ გადაიფიქროს. პრეზიდენტმა უკვე გააკეთა განცხადება, ეს არის სამართლებრივად ეგრეთ წოდებული რეალ აქტი, რომელიც განხორციელდა, შესაბამისად უკვე ათლა იწყება ამ მომენტიდან, როდესაც პრეზიდენტმა გააკეთა შესაბამისი განცხადება. ეს არის მარტივი იურიდიული ლოგიკა. ამაზე დავა არის შეუძლებელი. მოდით გავყვეთ ნელ-ნელა. ეს ერთი დეტალია, მაგრამ აქ უამრავმა რამემ გამოიწვია უკმაყოფილება ოპოზიციის, როგორც მე ვთქვი, საერთოდ პატრიოტთა ალიანსმა ბოიკოტიც კი გამოუცხადა დღეს ამ პროცესს და თქვა, რომ საერთოდ უბრალოდ დააფიქსირებს თავის აზრს და აღარ მიიღებს პროცესში შემდეგ მონაწილეობას. პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე რას ფიქრობთ თქვენ? თავად პრეზიდენტმა თქვა ასეთი რამე. მის გადაწყვეტილებას პოლიტიკური შინაარსი აქვს, თქვა გიორგი მარგველაშვილმა, მან მოუწოდა პარლამენტს არ მიიღოს უახლესად დაჩქარებული წესით შეუთანხმებელი ცვლილებები. ზოგადად რომ ვთქვათ, მადლობა ამ კითხვისთვის, ზოგადად რომ ვთქვათ, პირველ რიგში რა დოკუმენტს ვიღებთ ჩვენ? დღეს რა დოკუმენტი გვაქვს კონსტიტუციის სახით და რა დოკუმენტს ვიღებთ ჩვენ? რა განსხვავება ამ ორ დოკუმენტს შორის? დღეს საქართველოს ჩამოყალიბებული ისეთი კონსტიტუცია, 2010 წელს არის ეს კონსტიტუცია ამ სახით მიღებული, რომელიც ასე ვთქვათ, ასეთი ინტერესის არსებობის შემთხვევაში ქმნის ძალიან კარგ შესანიშნავ საშუალებას ავტოკრატიის ჩამოყალიბებისათვის. ეს არის დღევანდელი კონსტიტუცია. რაც შეეხება ახალ დოკუმენტს, ახალი დოკუმენტი არა მარტო ამის საშუალებას არ ქმნის, გრძელვადიან პერსპექტივაში, ძალიან გრძელვადიან პერსპექტივაში მთლიანად გამორიცხავს ავტოკრატიის ჩამოყალიბების ყოველგვარ საფრთხეს. ჩვენ რატო შევთავაზეთ პრეზიდენტს აი ასეთ ფორმატში, ხო, მარტივ ფორმატში საზოგადოების წინაშე ღია ეთერში საუბარი კონსტიტუციასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს თითოეულ მუხთან დაკავშირებით და ზოგადად კონსტიტუციის პრინციპებთან დაკავშირებით უაღრესად მყარი არგუმენტები. ჩვენ ერთად რო ავუხსნათ საზოგადოებას ის თუ რა წერია დღევანდელ კონსტიტუციაში და როგორ ცვლით ამ დღევანდელ კონსტიტუციას, მთელი საზოგადოება დარწმუნდება იმაში, რომ ჩვენ ვართ მართალი. ჩვენ ცვლით უაღრესად არადემოკრატიულ კონსტიტუციას, უაღრესად დემოკრატიული კონსტიტუციით, რომელიც კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, გამორიცხავს ავტოკრატიას. ჩვენ გვახსოვს ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს, ხო, კონსტიტუციებიდან გამომდინარე, სამი სხვადასხვა რედაქცია გამოვიცვალეთ და ამ რედაქციების პირობებში იქნებოდა გარკვეული ტიპის ან ნახევრად ავტორიტარული ან ავტორიტარული რეჟიმები. ეს დოკუმენტი, რომელიც ახლა იქნება, გრძელვადიან პერსპექტივაში გამორიცხავს ყოველგვარ ავტოკრატიას. ეს არის თავარი მიღწევა. ასე პირობებში ეს მდგომარეობა პოლიტიკური განლაგება, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში, ხომ ამ კონსტიტუციის ფარგლებშია? ზუსტად ამაზეა საუბარი. დღეს პრაქტიკაში საბედნიეროდ არ წარმოიშობა ის პრობლემები, რომელიც შეიძლება თეორიულად წარმოიშვა ამ კონსტიტუციიდან გამომდინარე, არის კონსტიტუცია დაუბალანსებელი, ამ საფრთხეს ქმნის, თუმცა არსებული რეალობა
არის საბედნიეროდ, ასე ვთქვათ, უკეთესი იმასთან შედარებით, რაც თეორიულად შეიძლება ჩვენ შედეგად მივიღოთ. ჩვენ ბუნებრივია პერსონალიებზე აგებით ვერ ვისაუბრებთ კონსტიტუციაზე, ხო? კონსტიტუცია უნდა იყოს ისეთი, რომელიც კონკრეტული ინდივიდების მიუხედავად, პოლიტიკოსების განწყობების მიუხედავად გაუძლებს დროს და ჩამოაყალიბებს ძალიან დემოკრატიულ სისტემას. მათ შორის გამომდინარე ახლა გიორგი მარგველაშვილს, როდესაც პერსონალიებზე საუბრობ. მე ამ შემთხვევაში საუბრობდი პირველ რიგში ჩვენ ლიდერებზე, ჩვენ ხელმძღვანელებზე, მათ შორის პირველ რიგში პრემიერ გიორგი კვირიკაშვილზე. კიდევ ერთხელ ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, რა იყო მიზანი 2010 წლის ცვლილებების. მიზანი იყო მარტივად ის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს შეენარჩუნებინა თავისი ჭარბი ძალაუფლება უკვე პრემიერის რანგში. ეს კონსტიტუცია ამაზე არის აგებული, ამ პრინციპზე აგებული, არის უამრავი რეგულაცია, რომელიც ქმნის ავტოკრატიის ჩამოყალიბების საფრთხეს მთავრობის ქვეშ. გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი კვირიკაშვილი რა ბუნების ადამიანი არის ვიცით, ანუ როგორია მისი პოლიტიკური ბუნება, ის არ არის მიდრეკილი არც ერთი გრამით ბუნებრივი ავტოკრატიისკენ, აქედან გამომდინარე პრაქტიკაში ბუნებრივი არ წარმოიშობა ეს პრობლემები, რაც თეორიულად შეიძლება წარმოიშოს გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ ვერ ვიქნებით დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ადამიანებზე, კონკრეტულ პრემიერებზე, მინისტრებზე, მათ რა თქმა უნდა, დამოკიდებულებაზე სისტემის მიმართ, ჩვენი ამოცანა არის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გამოვრიცხოთ ავტოკრატიის ყოველგვარი საფრთხე. ეს არის რეალურად კონსტიტუციის ამოცანა და აქედან გამომდინარე მოქმედებთ ჩვენ. ჩვენ საბოლოო ჯამში ვიღებთ კიდევ ერთხელ ისეთ დოკუმენტს, რომელიც ავტოკრატიას აბსოლუტურად გამორიცხავს. დღეს როგორი კონსტიტუცია გვაქვს, არის იმის პერსპექტივა, რომ ჭარბი უმრავლესობა ჩამოყალიბდეს პარლამენტში, ამ პირობებშიც კი შეუძლებელია, ასე ვთქვათ, დაბალანსებული ურთიერთობების ჩამოყალიბება პარლამენტსა და მთავრობას შორის, არის გაუმიჯნავი აბსოლუტურად კომპეტენციები პრეზიდენტს, მთავრობას, სხვა სუბიექტებს შორის, ეს არის დღევანდელი მოხდენება. ამ ყველაფერს ჩვენ ვცვლით აბსოლუტურად დაალაგებული კონსტიტუციით და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ვენეციის კომისიამ. ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით ჩვენ თქვით თავიდანვე, რომ გავითვალისწინებდით ყველა რეკომენდაციას და რეალურად ყველა რეკომენდაცია, რომელიც არის მოცემული ასახული ვენეციის კომისიის დასკვნაში, იქნება სრულად გათვალისწინებული. ეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ. ანუ ვენეციის კომისიამ დაადასტურა ის, რომ ახალი დოკუმენტი არის სრულ შესაბამისობაში. მივხვდეთ ახლა პუნქტობრივად, რომ მაყურებელიც გამოყვეს და მიხვდეს რაზე ვსაუბრობთ პრეზიდენტის განცხადებას და პრეზიდენტთან დაკავშირებულ ცვლილებებსაც აუცილებლად დაუბრუნდებით უფრო დეტალურად. პირველ რიგში ფაქტობრივად ვენეციის კომისიის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რომ ეს დოკუმენტი, მით უმეტეს რომ ის ასეთი მნიშვნელოვანია, როგორც თქვენ ამბობთ, რომ ის წლების განმავლობაში გადაწყვეტს საქართველოს და ჩვენი ქვეყნის განვითარების ბედს, ნათქვამია, რომ ის უნდა იყოს მიღებული საყოველთაო კონსენსუსის საფუძველზე. ამის გამო სწორედ ამის გამოც გამოიწვია განსაკუთრებული აღშფოთება ოპოზიციაში იმან, რომ გუშინ გარკვეული გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა უმრავლესობის შეკრებაზე. თქვენ თქვით ასეთი რამ. ჩვენ ვისაუბრეთ კონსტიტუციასთან დაკავშირებით, შედგა კონსენსუსი იმ გუნდში, რომელსაც საქართველოს მოსახლეობამ საკონსტიტუციო ნდობა გამოუცხადა ბოლოს საპარლამენტო არჩევნებში. ანუ ფაქტობრივად თქვენ თქვით, რომ გარკვეულწილად ქართულ ოცნებაში მიღწეული კონსენსუსი შეიძლება ჩავთვალოთ სახალხო, საყოველთაო კონსენსუსად, ვინაიდან თქვენ მოსახლეობის უმრავლესობამ აგირჩიათ, ოპოზიცია ამბობს, რომ ამით თქვენ წყალში გადაყარეთ ის განხილვები, საყოველთაო განხილვა, რომელიც აქამდე იყო, იმიტომ რომ მიიღეთ ისეთი ცვლილებები, რომელიც აქამდე არ იყო განხილული. არც ვენეციის კომისიის დოკუმენტში არ იყო ზოგიერთი პუნქტი ჩაწერილი და თქვენ ეს ვიწრო წრეში, მხოლოდ ქართულ ოცნებაში გადაწყვეტეთ და ჩათვალეთ, რომ ეს არის კონსენსუსის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ეს ამას არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, ეს არ არის ოპტიმალური კონსენსუსი, ოპტიმალურ შემთხვევაში ბუნებრივია კონსენსუსი უნდა ყოფილიყო მიღწეული ყველა სუბიექტს შორის, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს შორის. რაც შეეხება ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, ვენეციის კომისია აცხადებს, რომ ყველა სუბიექტი უნდა იყოს მოწოდებული, რა თქმა უნდა, კონსენსუსისკენ და კონსტრუქციული უნდა იყოს დამოკიდებულება. ამ დროს ჩვენ ხედავთ რა, შერ პარტიებზე რო ვისაუბროთ, აბსოლუტურად არათანმიმდევრული დამოკიდებულება, შერ აბსოლუტურად გაუგებარი მოტივით გასვლა კომისიიდან, აი დღემდე არ მესმის მე რა იყო საფუძველი კომისიის დატოვების, მაშინ როდესაც დოკუმენტში იყო ასახული ის სულისკვეთება, რომელიც იყო მთლიანად წარმოდგენილი კომისიაში. იყო გარკვეული დაზუსტებების თაობაზე, ასე ვთქვათ, მოთხოვნა, ბონუს ეხებოდა პირველ რიგში ეს ყველაფერი, როგორც კი დაიწყო საყოველთაო სახალხო განხილვა, იქვე ვთქვით ჩვენ პირდაპირ ყოველგვარი მიკიბოკიბის გარეშე, რომ აუცილებლად დაუწესებდით ბონუსს ისეთ ზღვარს, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანდა მის მოცულობას. ეს პირდაპირ თქვა რეალურად კონსენსუსისკენ მიდიოდა საქმე, თუმცა ამის შემდეგ კიდევ ერთხელ
ქონდა ჩვენ დამატებით კონსულტაციები კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც იყვნენ წარმოდგენილი პარლამენტში და იქაც კი დაიწყო საუბარი რაზე თქვენ წარმოიდგინეთ, იქ საუბარი იყო პირდაპირ პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე, ჩვენ ბოლო დღემდე ძალიან აქტიურად მუშაობდით ამაზე, უმრავლესობის შიგნით, თუმცა იქ იყო ნათქვამი კონკრეტული საპარლამენტო პარტიების მხრიდან, რომ პროპორციულ სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლის პირობებშიც კი ისინი დოკუმენტს ერთიანად ხმას არ მიცემდნენ. ჩვენ ყველა მეთოდი, ყველა ფორმა, ყველა დარწმუნების მეთოდი გამოვიყენეთ ფორმა, თუმცა აშკარად ჩანდა, რომ კონსენსუსის რესურსი არ იყო. ეს არის სამწუხაროდ რეალობა, რომელიც ამას ემატება არა მარტო პოლიტიკური პარტიები, არამედ სამთავრობო სექტორი, რომლებიც მუშაობდნენ თქვენთან ერთად აგრეთვე კომისიაში, პრეზიდენტი. რაც ახლა პარლამენტს აქ თავარი იყო პარტიებს შორის კონსენსუსი, რაც პრეზიდენტთან დაკავშირებით საერთოდ არ მინდა საუბარი რატო? იმიტომ რომ დღეს თქვენ ახსენეთ პრეზიდენტის ერთ-ერთი განცხადება დროსთან დაკავშირებით, კონსენსუსთან დაკავშირებით, ამაზე საუბრობს ადამიანი, რომელიც 4 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა კომისიის მუშაობაში, რომელ კონსენსუსზე გველაპარაკება, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე იღებს აბსოლუტურად არასერიოზულ გადაწყვეტილებას ადამიანი, რომელიც ატარებს პრეზიდენტის სტატუსს და მისი 3 წარმომადგენელი 4 თვის განმავლობაში არ მონაწილეობს კომისიის მუშაობაში. რომელ დროზეა საუბარი, რომელ კონსენსუსია საუბარი, ეს არის რა თქმა უნდა აბსოლუტურად არასერიოზული განცხადება. Așa, პოლიტიკურ პარტიებს დადიყავით კიდევ ერთხელ ამბობ საერთო დისკუსიაში მონაწილეობის პირობაზე. ამაზეც უარი თქვა, მარტივად რატომ? ამაზეც თქვა უარი, რატომ? იმიტომ რომ პრეზიდენტ შეეშინდა, საფუძველი არგუმენტი მას არ ჰქონდა. ისინი ამბობენ, რომ მათ მიიღეს ფაქტობრივად თქვენი შეთავაზება და ეს პრეზიდენტის საზოგადოება შეუძლია თვითონ განსაჯოს, ეს არის ბუნებრივია მარტივი ტყუილი. ჩვენ თავაზობთ ასეთ ფორმატს. ასეთ ფორმატში საზოგადოება შეგვიძლია გავაგებინოთ სიმართლე. პირდაპირ ეთერს თავაზობთ. რა თქმა უნდა, აქ საუბარი იყო ასკაციან შეკრებაზე, სადაც ასკაც უნდა გამოეთქვა თავისი მოსაზრება, ამ დროს ბუნებრივია საზოგადოება ვერ იღებს ინფორმაციას სათანადოდ იმ კონსტიტუციასთან დაკავშირებით, რომელიც უმრავი დეტალისგან შედგება. ზუსტად ის ფორმატი შევთავაზეთ ჩვენ პრეზიდენტს, რომელიც მისცემდა საზოგადოებას ნათელი წარმოდგენის, ასე ვთქვათ, შექმნის შესაძლებლობას, თუმცა პრეზიდენტმა ამას თავი აარი და პრეზიდენტი შეეშინდა, იმიტომ რომ არც ერთი არგუმენტი რეალურად პრეზიდენტს არ აქვს. აი მარტივ რაღაცას გეტყვით, თავდაცვასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მხრიდან ადმინისტრაცია უშუალოდ საბჭო ყველა აკეთებდა განცხადებებს, ასეთი რამ თქვეს, რომ ნატოში ვერ შევიდოდით ჩვენ ასეთი კონსტიტუციით. აი წარმოიდგინეთ როგორი განცხადება. ჩვენ ახლა შევშინდით, შევშფოთით, დავინტერესდით მართლა ხო არაფერ ხებს ეს ცვლილებები ნატოში გაწევრიანებას, შევხვდით ნატოს წარმომადგენლობას, შევხვდით ამერიკის საელჩოს, ევროპელებს, ყველა ჩვენ მეგობარს, აღმოჩნდა რომ არაფერი მსგავსი არ ხდება კონსტიტუციაში, მეცაც გეტყვით. როცა ქონდა ჩვენ საკომიტეტო სხდომა თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით, იქ იყვნენ წარმოდგენილი ეგრეთ წოდებული კომუნიკეს ავტორები, მათ შორის უშრების საბჭოს მდივანი და სხვა მოხელეები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს პარტიები, რომლებიც შემოერთდნენ ამ ეგრეთ წოდებულ კომუნიკეს, ერთი კითხვაც კი ვერ დასვეს თავდაცვასთან დაკავშირებით, იქ არგუმენტებზე ლაპარაკი ზედმეტია. ეს არის რეალური ვითარება, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენ ქვეყანაში. პრეზიდენტი მონაწილეობას საყოველთაო განხილვებს. ხო, ორჯერ იყო მოსული თუ 3ჯერ საყოველთაო განხილვებში, იქაც შეგიძლიათ კარგად ნახოთ რა იყო მისი წვლილი ამ განხილვებში. რეალურად თემასთან დაკავშირებით არგუმენტები ჩვენ პრეზიდენტისგან ვერ მოვისმინეთ. თქვენი საუბარი мотиваცია პრეზიდენტის, როდესაც ის ასე. მე არ მინდა დიდხანს საუბარი, აბსოლუტურად გაუგებარია მისი ასე გასაგები არის, მას აქვს სუბიექტური პოლიტიკური მიზანი, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის გასაგები, მაგრამ პრეზიდენტის სტატუსის ადამიანი ჯერ რომ იწყებ ლექციების კითხვას კონსტიტუციურ სამართალში, აბსოლუტურად გაუგებარი მოტივით. ან რა კვალიფიკაცია გვაქვს ამ კუთხით, ან რატომ აკეთებ ამ ყველაფერს, ხო? პრეზიდენტმა დაიწყო, თქვენ გახსოვთ, 3 თვის წინ ლექციების, საჯარო ლექციების კითხვა კონსტიტუციურ სამართალში. უშვებდა ელემენტარულ შესტომებს, რისთვისაც მაგალითად სტუდენტებს არ უწერენ ნიშნებს იურიდიულ ფაკულტეტზე. ეს არის რეალობა. მე არ ვიცი რამდენად ღირს ამაზე საერთოდ სერიოზულად საუბარი. ამას რო აკეთებდეს რომელიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ეს გასაგები იქნებოდა, მაგრამ როდესაც ასეთ რამეს ავლენს ადამიანი, რომელსაც აქვს სახელმწიფოს მედაური სტატუსი, ეს რა თქმა უნდა არის სხვანაირად შემოშფოთებული. მოდით, როდესაც მე დაგისვით კითხვა პრეზიდენტის мотиваციაზე,
გავიმეორებ კიდე სხვა ნაწყვეტს მისი დღევანდელი განცხადებიდან, სადაც ის ასეთ რამეს ამბობს. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო უმრავლესობამ ხუშიდელს შეხვედრაზე. ეს არის უარის თქმა პროპორციულ სისტემაზე. რეალურად ეს ცვლილება თვისობრივად ცვლის იმ შემოთავაზებულ პროექტს კონსტიტუციის რეფორმისა, რომელიც განხილულ იქნა ქართული საზოგადოების მიერ, რომელიც განიხილა ვენეციის კომისიამ. ჩვენ მივიღეთ ფუნდამენტური ცვლილება მარტო პრეზიდენტის ინსტიტუტის შეკვეცის თვალსაზრისით. ეს ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, უმაღლესი მთავარსარდლის უფლებებს და ფუნქციებს და ეს ეხება კონსტიტუციიდან უშიშროების საბჭოს გაქრობას. და შემდეგ გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ამან ყველაფერმა დაადასტურა, რომ ერთადერთი სულისკვეთება, მთავარი სულისკვეთება მთელი ამ პროცესის კონსტიტუციის შეცვლის იყო სინამდვილეში პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვა. რეალურად ესეც აი სხვა სიტყვა არ შეიძლება გამოიყენოთ, არის ჩვეულებრივი ტყუილი, რაც შეეხება იმას, რომ თითქოს პრეზიდენტის კომპეტენციები რაიმე ფორმით არსებითად იზღუდება, ეს არის მარტივად რო თქვა ტყუილი. მე ამიტომ მინდოდა, აი დამждარი იყო პრეზიდენტი ჩვენთან ერთად, აი სამნი დამსხდარიყავით ეთერში და ერთად გვესაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ რა იზღუდება და რა არ იზღუდება. მარტივად საზოგადოება, ადამიანები, მილიონი ადამიანი, რომელიც უყურებს თქვენს ეთერს, დარწმუნდებოდა, რომ პრეზიდენტი ტყუის და ჩვენს ხარეს არის სიმართლე. პრეზიდენტი ტყუის ყველა სიტყვაში. აი ეს არის იმდენად შემაშფოთებელი რეალობა, რომ ამისთვის თვალის გასწორებაც კი არის ნელი. თუმცა ჩვენ მიჩვეული ვართ იმას, რომ პრეზიდენტები არ არიან ხოლმე ხშირად საქართველოში მოწოდების სიმაღლეზე, ბუნებრივია პრეზიდენტობა არ არის არაფრის ასე ვთქვათ გარანტია, ეს არის სამწუხარო რეალობა. არ შეიძლება ადამიანი, რომელიც ატარებს პრეზიდენტის სტატუსს, სახელმწიფოს მეთაურის სტატუსს, სიმბოლოს სტატუსს, იტყუებოდეს ასე მარტივად საზოგადოების მილიონიანი აუდიტორიის წინაშე. ეს არის რეალობა. რაც შეეხება სინამდვილეს პრეზიდენტთან დაკავშირებით არის ორადორი არსებითი ცვლილება, რომელიც შედის მეტნაკლებად არსებითი, რომელიც შედის კონსტიტუციაში. ერთი ეხება ეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის კომპეტენციას და ეს იყო ვენეციის კომისიის 2010 წლის რეკომენდაცია, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურა, ჩვენ დავეკითხეთ ვენეციის კომისიას, კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს რეკომენდაცია ვენეციის კომისიამ და შემდეგ უკვე მოიწონა შესაბამისი ცვლილება, სუფთა იურიდიული მოსაზრებიდან გამომდინარე გადადის ეს კომპეტენცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ეს ერთი. და მეორე უშიშროების საბჭო. უშიშროების საბჭო დღეს მე ვარ თვითონ წევრი უშიშროების საბჭოსი, არის აბსოლუტურად არაქმედითი ორგანო და ამას აქვს თავისი მიზეზი. მიზეზი არის ის, რომ აბსოლუტურად არის მოწყვეტილი კონსტიტუციურ ჩარჩოს უშიშროების საბჭო. რატომ? მარტივად რო ახსნათ, ეს არის 2-4 პრეზიდენტი რომ ჯდარი იყო აქ საზოგადოების წინაშე, დარწმუნდებოდა, რომ პრეზიდენტი ტყუის უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით და ჩვენს ხარეს არის სიმართლე. კერძოდ რაშია საქმე? მარტივ რაღაცა არ არის ნახსენები, მართლაც ხომ არ არის ახალ დოკუმენტში, ამას ვენეციის კომისიაც ამბობს, რომ დოკუმენტში არ არის ნახსენები უშიშროების საბჭო, უკვე დოკუმენტის ახალ ვერსიაში. კი ბატონო, მაგაზია საუბარი, თუმცა რატომ ეს უნდა ახსნათ? თქვენ მიყავთ ახლა გადაცემა. შეიძლება რომ რჩევა მოგცენ არა თქვენ გადაცემის საყვანასთან დაკავშირებით, არამედ მაგალითად რუსთავიორის, არ ვიცი, თქვენს ცხოველს, რომელიც გემსახურებათ პირობეთ. ხო არ შეიძლება. უხეშად ვამბობ, ხო? საუბარი არაზე. თავდაცვა ეს არის მთავრობის კომპეტენცია. თავდაცვის ორგანიზება ეს ერთი საკითხი, რომელთაც არის დაკავებული კონსტიტუციის თანახმად უშიშროების საბჭო და სამხედრო აღშენებლობა. ერთის და მეორეც არის მთავრობის კომპეტენცია. მისი გამგებლობის ქვეშ არის ამ დროს მაგასაც მოგახსენეთ, ამ დროს უშიშროების საბჭო რჩევას აძლევს პრეზიდენტს იმ საკითხებზე, რომელიც არის მთავრობის გამგებლობის ქვეშ. ეს არის უმარტივესი ნონსენსი, რაზეც თავის დროზე საუბრობდნენ 2010 წელს ვენეციის კომისიის ექსპერტები, თუმცა ეს არ იყო მაშინ გათვალისწინებული, არის უმარტივესი ნონსენსი, რაც აქცევს უშიშროების საბჭოს აბსოლუტურად არაქმედით ორგანოდ, მე თვითონ ვესწრები ხოლმე უშიშროების საბჭოს ხდომებს და შემიძლია მარტივად აგიდასტუროთ ისევე როგორც ნებისმიერმა სხვა ასე ვთქვათ ადეკვატურმა წევრმა უშიშროების საბჭოსი, რომ ეს არის აბსოლუტურად არაქმედითი ორგანო, რომელსაც ვერანაირი წვლილი ვერ შეაქვს ვერც თავდაცვის და ვერც უსაფრთხოების სფეროში. ნულოვანია მისი წვლილი. ეს არის რეალობა. პრეზიდენტს როგორც მთავარსარდალს. აჩვენა პრეზიდენტს როგორც მთავარსარდალს, ესეც რო განმარტოთ საზოგადოებისთვის, მთავარსარდალი ქვია ყველა პრეზიდენტს და ყველა მონარქს ნებისმიერ მათ შორის საპარლამენტო რესპუბლიკაში ან მონარქიაში გარდა ორი ქვეყნისა. თუმცა ერთგან ეს ნიშნავს იმას, რომ მთავარსარდალს ექვემდებარება
თავდაცვის სფერო სამხედრო ძალები, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც სისტემა არის საპრეზიდენტო, ან საფრანგეთში, სადაც სისტემა არის ნახევრად საპრეზიდენტო, თუმცა მთავარსარდალი ასევე შეიძლება იყოს მონარქი დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, ან პრეზიდენტი უშუალოდ ავსტრიაში და ესტონეთში, მაგრამ ის არ არის რეალურად სამხედრო სფეროს, ასე ვთქვათ, გამგებელი. ეს არის რეალობა. ეს არის მარტივად განსაზღვრებელი მოვლენა საპარლამენტო რესპუბლიკაში ან მონარქიაში, სახელმწიფოს მეთაურის როგორც თავარსარდის სტატუსი არ ნიშნავს იმას, რომ მას ექვემდებარება სამხედრო ძალები. აქ აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადებები მოვისმინეთ ამ კუთხითაც, მაგალითად ერთხელ უშრებს საბჭოს დივანმა ესეთი რაღაცა თქვა, რომ შეიძლება ხვალ პრეზიდენტმა ბრძანება გასცეს სამხედრო ძალებზე და გამოიყვანოს ისინი. ანუ რეალურად უშრებს საბჭოს დივანმა თქვა, რომ ხვალ შეიძლება პრეზიდენტმა დაამყაროს კონსტიტუციის თანახმად სამხედრო დიქტატურა. ასე განმარტავენ ადამიანები დღევანდელ კონსტიტუციას, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ეს კონსტიტუცია არის სასწრაფოდ შესაძლებელი იმისათვის, რომ უსაფრთხოებას, ქვეყნის უსაფრთხოებას შეუქმნის. დაждდეს აქ პრეზიდენტი, ერთად გავიხსენოთ უშრების საბჭოს ხდომების შინაარსი, იმ ასე ვთქვათ ტექსტების შინაარსი, რომელიც ჩვენ მოგდის პერიოდულად უშრების საბჭოდან და ეს არის რეალურად უშრების საბჭოს ფუნქციები. ამ ტექსტების დაგზავნა და ხდომაზე გარკვეული საკითხების განხილვა. ამის გარეშე თუ რაიმე საფრთხე შეექმნება ქვეყნის უსაფრთხოებას და თავდაცვის უნარიანობას, ეს დაამტკიცოს პრეზიდენტმა. მე გარწმუნებთ, როგორც უშრების საბჭოს წევრი, რომ ნულოვანი გავლენა ექნება უშრების საბჭოს გაუქმებას, თავდაცვის უნარიანობაზე და უსაფრთხოებაზე. მზად ვარ ნებისმიერ ექსპერტთან, ნებისმიერ ამაზე ქონდა ჩვენ საუბარი, უცხოელ ექსპერტებთან, ადგილობრივ ექსპერტებთან, ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ რაიმე გავლენა აქვს, დიდ გავლენაზე არა საუბარი. თუნდაც ნულოვანი ის რაღაც მიზერული გავლენა ექნება ამ საბჭოს გაუქმებას, ან თავდაცვაზე, ან უსაფრთხოებაზე. ამიტომ ნამდვილად რომ პრეზიდენტი აქ არ არის, თქვენ მტკივნეულ განცხადებებს აკეთებთ. ეს არის მისი არჩევანი, ის შევიდა ჩიხში, ეს თქვენ ჩვენ უკვე ის შევიდა ჩიხში, თავიდანვე მან არჩია ბუნებრივია დესტრუქციის გზა. ეს იყო მისი არჩევანი, არ შემოიყვანა ადამიანები კომისიაში, შემდეგ აწარმოებდა მოლაპარაკებებს პოლიტიკურ პარტიებთან, შემდეგ თავიდანვე დაუპირისპირდა კომისიას, პარლამენტს. ეს არის მისი სამწუხარო არჩევანი. ამასთან დაკავშირებით არ ვიცი, რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს დისკუსია და ჩვენი ასე ვთქვათ საუბარი არის ნამდვილად მომაბეზრებელი, დარწმუნებული ვარ ჩვენი საზოგადოებისთვისაც არ მინდა ნამდვილად ამ საკითხს. გადავიდეთ ბატონო ირაკლი, ამიტომ პრეზიდენტზე, რომელიც ფიგურირებს უკვე დოკუმენტის ახალ ვერსიაში კონსტიტუციას გულისხმობ, რა თქმა უნდა, ვენეციის კომისია ამბობს ასეთ რამეს. პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევა ევროპულ სტანდარტებში ჯდება და თან უკვე ვიცით, რომ 2023 წლიდან მოხდება ეს. კომისია მიესალმება გადაწყვეტილებას, რომ ეს მოხდეს 2023 წლიდან და არა შემდეგ არჩევნებზე, მაგრამ ვენეციის კომისია წინააღმდეგია მუდმივად და ექსკლუზიურად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასახელებული კანდიდატის არჩევის. ანუ ეს არის ერთ-ერთი პრეტენზია, რომელიც ჰქონდა ოპოზიციას და სამთავრობო სექტორს, რომ მექანიზმი, რომელიც თქვენ შექმნით, აი 300 ხმოსანი, რომელიც აირჩევს პრეზიდენტს, ფაქტობრივად უზრუნველყოფს იმას, რომ მუდმივად პრეზიდენტი იქნება ის კანდიდატი, რომელსაც წარადგენს და რომელსაც მხარს უჭერს უმრავლესობა იმ მომენტის ხელისუფლება. როგორ შეგიძლიათ უზრუნველყოთ მაშინ ეს პუნქტი, რომ ეს არ მოხდეს? რასაც ითხოვს ვენეციის კომისია. კი ბატონო, მადლობა ამ კითხვისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა, ეს სურათი უნდა დავინახოთ კომპლექსურად. საუბარი არა ასე. 300 დელეგატი ირჩევს პრეზიდენტს და 300-ივე არჩეულია პროპორციული სისტემით. უკვე მას შემდეგ რაც გადავალთ ჩვენ ადგილობრივ დონეზე საუბარია პროპორციულ კომპონენტზე და საპარლამენტო ასე ვთქვათ საარჩევნო წესიც იქნება პროპორციული მთლიანობაში. 2023 წელს უკვე იქნება ეს სისტემა, იმიტომ რომ 2024-დან ამაზე ვისაუბრეთ, 2024-დან შემოდის პროპორცია. ამაზე შეიძლება მსჯელობა, ჩვენ ქონდა მათ შორის კონსულტაციები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, ისიც არ არის გამორიცხული, თუნდაც ამ კუთხით რომ კითხვები გამორიცხოთ, რომ თუნდაც ერთი წლით ერთჯერადად გახანგრძლივდეს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა. ამაზე ემთხვეს პარლამენტის პროპორციის. იმისათვის რომ აი ეს კითხვები ასე ვთქვათ მოიხსნას. ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს, თავარია კიდევ ერთხელ კომპლექსური სურათი დავინახოთ. გამჩნილიყავთ ამაზე ბატონო ირაკლი, ვინაიდან დავიწყეთ ამაზე საუბარი. ჩვენ გვექნება საშუალება მომდევნო ამ კვირის განმავლობაში უკვე საპარლამენტო განხილვების ფორმატში დამატებით გუნდთან ერთად ვიმსჯელოთ და ამასთან დაკავშირებითაც შეიძლება ანუ თეორიულად რასაც თქვენ ვუყურებთ, შეიძლება მაგალითად 2024 წელს ერთდროულად გაიმართოს პრეზიდენტი და საპარლამენტო ყველაფერი 6 წლიანი ვადა თავისთავად ზოგადად პრობლემურია, ზედმეტად ხანგრძლივია ჩემი აზრით.
მეორე მხარეს დგას მეორე საკითხი, უნდა ავწონდავწონოთ და ამის საფუძველზე მივიღოთ გადაწყვეტილება. Მთლიანობაში რის თქმა უნდა, რომ კიდევ ერთხელ რითაც დავიწყე იმას გავიმეორებ, რეალურად დღეს არის ჩამოყალიბებული ისეთი სისტემა, რომელიც ქმნის შესანიშნავ საფუძველს ავტოკრატიის ჩამოყალიბებისთვის ასეთი ნების არსებობის შემთხვევაში, ჩვენ ვქნით მთლიანობაში ისეთ სისტემას, რომელიც გამორიცხავს ავტოკრატიას ძალიან გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს არის რეალობა. ეს არის ჩვენი არჩევანი, ეს არის პოლიტიკური ნება, ჩვენ შეგვეძლოთ ძალიან მარტივად საერთოდ არ აგვედგებინა თავი, დეკემბერში გამოაცხადეთ კომისიის შექმნა, საერთოდ ავტოვებდით ძალაში იმ კონსტიტუციას, რომელიც დღეს მოქმედებს და შესაბამისად ეს სუბიექტურად შეიძლება ყოფილიყო ჩვენთვის ბევრად უფრო მომგებიანი. არც პრეზიდენტის პირდაპირ არჩევნების გვეშინოდა სუბიექტურად, არც საპარლამენტო არჩევნების შერეული უფრო მეტად გვაწყობდა ბუნებრივია და ამ შემდეგ. ეს იყო მოცემულობა. შეგვეძლო საერთოდ ხელი არ გვეყვა ამ კონსტიტუციისთვის. თუმცა ქართულმა ოცნებამ გამოავლინა პოლიტიკური ნება, ჩვენ ამოვდივართ ობიექტური ინტერესებიდან. დღევანდელი კონსტიტუცია არ ვარგა, ეს მარტივად შეიძლება დაგედასტუროთ ნებისმიერმა არასამთავრობო ორგანიზაცია ექსპერტი, ვისაც ელემენტარული განშის უნარი აქვს, დღევანდელი კონსტიტუცია ქმნის ავტოკრატიის ჩამოყალიბების შესანიშნავს, თქვათ, საფრთხეს, ბრწყალებში შესანიშნავს, რა თქმა უნდა, რაც შეეხება ახალ დოკუმენტს, გრძელვადიან პერსპექტივაში ის გამორიცხავს. ფაქტია, რომ ყველა ეს ორგანიზაცია თქვენთან ერთად მუშაობდა კომისიაში, რაც თავისთავად ირიბად ნიშნავს ამას, რომ ისინი ეთანხმებიან ცვლილებების შესატანად. თქვენ არ გიპასუხეთ, როგორ აპირებთ უზრუნველყოთ ის, რომ პრეზიდენტი არ გახდეს მუდმივად უმრავლესობის მიერ დასახელებული ან მხარდაჭერილი. კიდევ თან კომპლექსურად რო შეხვედოთ სურათს, პროპორციული წესით დაკომპლექტებული, ანუ რეგიონულ ნაწილში კოლეგია და ასევე პროპორციული წესით დაკომპლექტებული საპარლამენტო ნაწილში კოლეგია, საბოლოო ჯამში არჩევნები თან ტარდება არაერთდროულად, ადგილობრივი და ცენტრალური საპარლამენტო არჩევნები. მთლიანობაში ეს როგორც წესი გამორიცხავს იმას, რომ ერთმა პარტიამ აირჩიოს საქართველოს პრეზიდენტი. ანუ სურათი არის ესეთი, რომ მინიმალურად რჩება შანსი იმის, რომ ერთმა პარტიამ თავისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით აირჩიოს ქვეყნის პრეზიდენტი. ეს არის რეალობა, რომელიც არის ასახული კონსტიტუციაში. მოდით ახლა გადავიდეთ სწორედ პარლამენტზე და პარლამენტში რა პარტიები იქნება წარმოდგენილი, თქვენ მონარქია ახსენეთ რამდენჯერმე, პირველად მოხდა ეს სხვათა შორის პრეზიდენტზე საუბრისას და ამაზეც ვისაუბრეთ აუცილებლად, მაგრამ ჯერ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვილაპარაკოთ. მივედით იმ ცვლილებებამდე, რომელთა შესახებაც გადაწყვეტილება თქვენ გუშინ მიიღეთ და რაც აგრეთვე აღშფოთების მიზეზი გახდა, ერთ-ერთი მთავარი იყო სწორედ ეს პროპორციული არჩევნები, რომელიც იყო მოლოდინი, რომ 2020 წელს ბოლოს და ბოლოს ამოქმედდებოდა, მაგრამ ახლა გავიგეთ, რომ ეს მოხდება 2024 წელს. თქვენს ციტატას მოვიყვან მე ისევ განცხადებიდან, რომელიც ამ შეხვედრის შემდეგ გააკეთეთ და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. თქვენ თქვით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, ანუ 2020 წელს, ხოლო ამის შემდეგ უკვე გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ბონუსის დამატებით. შესაძლებელია ერთჯერადად დავწიოთ საარჩევნო ბარიერი მომდევნო არჩევნებში შერეული სისტემის პირობებში. ანუ რომ შევაჯამოთ 2024 წლიდან ჩვენ გადავდივართ პროპორციულ არჩევნებზე, 2020-ში რჩება ისეთივე სისტემა, როგორც დღეს არის, ბლოკები, როგორც მივხვდით, ისევ შესაძლებელი იქნება საარჩევნო ბლოკების შექმნა. თუ არა ესეც დაგვიზუსტეთ 2020 წლისთვის გულისხმობ და 2020 წელს ერთჯერადად 3%-იანი ბარიერი იქნება იმისათვის, რომ უფრო მეტმა პარტიამ შეძლოს პარლამენტში შესვლა. რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი ისევ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს? კი ბატონო, ესე იგი დღეს თქვი მე ბიუროს სხდომაზეც, რომ იმ შემთხვევაში რომ ყოფილიყო ოპოზიცია უფრო მეტად ადეკვატური ამ პროცესში, რაღაც საკითხებთან დაკავშირებით უფრო მეტად გაგვიადვილდებოდა სხვანაირი კონსენსუსის მიღწევა უმრავლესობის შიგნითაც. საბოლოო ჯამში კომპლექსური იყო პრობლემა, რომელიც უკავშირდებოდა კონსენსუსის ჩამოყალიბებას. ამ ყველაფერმა განაპირობა ის შედეგი, რომელიც მივიღეთ, მე პირადად არ მომწონს ის, რომ არ გადავდივარ ჩვენ შემდეგი არჩევნებიდან პროპორციულ სისტემაზე, ესევე როგორც ბევრ თანაგუნდოს, თუმცა იყო აზრები გაყოფილი საბოლოო ჯამში. პრინციპულად იყავით განწყობილი, მახსოვდება თქვენი სიტყვები, რომელიც აქ სპეციალურად გამოვყავი კიდევაც, თუ კი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი ჩავარდება, მე გადავდგები თქვენ ასეთი რამეც კი. კი ბატონო, ეს ნახევრად ხუმრობით იყო. მაგრამ პრინციპულია რეალურად ჩემი დამოკიდებულება პროპორციული სისტემის მიმართ, ეს შემიძლია დავადასტურო კიდევ ერთხელ ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ ორჯერ ძალიან ცუდად გამოცადეთ დღევანდელი შერეული სისტემა, ორჯერ მოხდა ისე, რომ სხვადასხვა ხელისუფლებამ
მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა ამ დღევანდელი სისტემის წყალობით და ჩამოყალიბდა, ხო, იქ სხვა რამეზე მაქვს საუბარი, ჩამოყალიბდა ჯერ ნახევრად, მერე უკვე სრულად ავტორიტარული რეჟიმი. ეს არის ჩვენი ნეგატიური გამოცდილება. აქედან გამომდინარე, მე პრინციპულად მგონია ის, რომ აუცილებელია ჩვენ გადავიდეთ ერთხელ და სამუდამოდ პროპორციულ სისტემაზე. სამწუხაროდ ეს ვერ ხერხდება ამ მიზეზების გამო მომდევნო არჩევნებისათვის, თუმცა ჩვენ ამას ვახერხებთ უკვე იმის შემდგომი არჩევნებისათვის, რაც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. საუბარია თან არა საუბარი არა აბსტრაქტულ განცხადებაზე, არამედ იმაზე, რომ დღეს უკვე კონსტიტუციის ძირითად ტექსტში ჩაიწერება პროპორციული სისტემა. ეს ძალიან საინტერესოა. მოდით ჯერ თარიღზე ვისაუბროთ და შემდეგ პროცენტებზე და სხვა საკითხებზე. რატომ არა 2020 წლიდან და რატომ 2024-დან? თქვენ თქვით, რომ ოპოზიციაც დაადანაშაულეთ ამაში, რომ ის არ იყო ბოლომდე კონსტრუქციული და თქვით, რომ ამან გამოიწვია განხეთქილება უმრავლესობაშიც. რომ გითხრათ. თქვენ ხო განხეთქილება არ იყო 100 სხვადასხვაობა, რაც შეიძლება გამძაფრდა იმის გამო, რომ არადეკვატური იყო, ასე ვთქვათ, ამ კუთხით ოპოზიცია. თქვენ გახსოვთ რა ვითარება იყო მათ შორის 16 წლის არჩევნების წინ, ანუ ბოლო საპარლამენტო არჩევნების წინ, მაშინაც ზუსტად ასე იდგა საკითხი, ანუ უმრავლესობაში კონსენსუსის ჩამოყალიბებაზე იყო საუბარი და მაშინაც მოხერხდა ამ ორსაფეხურიანი სისტემით კონსენსუსის მიღწევა. მაშინ ჩვენ თქვით, რომ ამ ეტაპზე არ იყო კონსენსუსი უმრავლესობის შიგნით პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, თუმცა 2020-დან უკვე მიღწეული იყო კომპრომისი ქართული ოცნების შიგნით, კოალიციის შიგნით პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. მაშინ შევთავაზეთ ჩვენ ოპოზიციას, მხარი დაეჭირა შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის, ეს რომ გაეკეთებინა ოპოზიციას, ამ შემთხვევაში დღეს სისტემის შემოbrunების საკითხი დღეს ეს რიგში აღარ დადგებოდა. ეს არის რეალობა. თუმცა ოპოზიციამ დაუშვა ძალიან მძიმე შეცდომა, მინიმუმ შეცდომა უნდა უწოდოთ ამას და დღეს რეალურად ჩაგვაყენა კონსენსუსის მიღწევის სირთულის კუთხით, უმრავლესობის შიგნით, ისეთივე რთულ მდგომარეობაში, როგორშიც ვიყავით 2015-16 წლებში. ეს არის რეალობა. აი რატომ მოხდა შიგნით 116 ადამიანი გაერთიანებული უმრავლესობაში ხშირად არასწორად წარმოაჩენა ხოლმე ასევე შიდა დისკუსიის არც რეალურად არის 116 ადამიანი, 116 ადამიანი საუბრობდა თავისი არგუმენტებით ერთი და მეორე სისტემის სასარგებლოდ. ეს არგუმენტები არის ვინ იყო ხელებთ არ გთხოვთ რომ დაასახელოთ. ალბათ მაჟორიტარები როგორც ვიცით, ალბათ არა მაჟორიტარები. არა მხოლოდ მაჟორიტარები, ესე შემიძლია გითხრათ, უმეტესობა კი ბატონო იყვნენ მაჟორიტარები. არგუმენტი რა ქონდათ მათ? რატომ არა 2020-დან? კი, რას თავარია, ეს არ იყო სუბიექტურად, თქვა პოზიციებზე დაფუძნებული მშელობა, ეს აუცილებლად უნდა ითქვას, რაც შეეხება პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემას. ორივეს აქვს თავისი სერიოზული პლუს-მინუსები, ნებისმიერი სახელმწიფო რო იყო საარჩევნო სისტემების, საარჩევნო სამართლის ნახავთ, რომ არის გრძელი სია ჩამოწერილი მაჟორიტარული სისტემის მინუს-პლუსების და პროპორციული სისტემის მინუს-პლუსების. ეს არის, ასე ვთქვათ, ობიექტური რეალობა, ობიექტური არგუმენტები ჰქონდათ როგორც გუნდის ერთ წევრებს, ისე ერთ ნაწილს გუნდის წევრებისა, ისე მეორე ნაწილს, საბოლოო ჯამში აი მეორე ნაწილის არის არა კონკრეტულად თქვენ ბატონო ირაკლი მეორე ნაწილს რომელიც იყო მოწინააღმდეგე რა არგუმენტები ჰქონდა რატომ არა ის არის მაჟორიტარულის მომხრე არა საუბარი იყო ზოგადად იმაზე ანუ ეს ადამიანები საუბრობდნენ ზოგადად იმაზე რომ მიზანშეწონილი იყო ზოგადად არსებული შერეული სისტემის შენარჩუნება ერთ-ერთი არგუმენტი იყო ასე ვთქვათ სტაბილურობის შედარებით მაღალი ხარისხი აქ არის საუბარი ჭარბ უმრავლესობაზე და ამ შემდეგ პროპორცია ზოგადად რო ავიღოთ საპარლამენტო სისტემა არის ყველაზე მეტად მიდრეკილი არასტაბილურობისკენ ზოგადად ეს არის აღიარებული თეორიაში და ამ საპარლამენტო სისტემაში პროპორციული საარჩევნო სისტემაც არის ყველაზე მეტად მიდრეკილი არასტაბილურობისკენ ანუ ეს ნეგატიური მხარე ახასიათებს რა თქმა უნდა პროპორციულ სისტემას განსაკუთრებით საპარლამენტო მართლობის სისტემაში ძირითადად ამ არგუმენტებზე იყო საუბარი ასევე საუბარი იყო იმაზე რომ ინდივიდს უნდა ქონდეს გარდა პარტიის არჩევნებში მონაწილეობის უფლება და ამ შემდეგ ეს არის აბსოლუტურად კლასიკური მაგალითები ეს არგუმენტები რაც შეგიძლიათ ამოიკითხოთ სახელმწიფოებიდან მხოლოდ სუბიექტური არა ალბათ შესაბამისად მე აქედან გამომდინარე ვარაუდობ რომ მათ ჰქონდათ სუბიექტური არგუმენტებიც იყო თუ არა ისეთი არგუმენტი რომ უბრალოდ აი მე მაჟორიტარი ვარ ვიცი რომ წარმატებას მივაღწია და პარლამენტში მოვხდი ამ სისტემით და დიახ მე სუბიექტურად ვარ დაინტერესებული რომ ეს სისტემა იყოს შენარჩუნებული იმიტომ რომ მე არ ვიცი პროპორციული მოვხვდები თუ არა საერთოდ პარლამენტში და ეს ეგოისტურად ხედს რა თქმა უნდა და შეიძლება ითქვას არასახელმწიფოებრივად როდესაც ასეთი არგუმენტი მოყავს დეპუტატს მაგრამ უფლება
ალბათ ესეთი არგუმენტებიც იყო, თუმცა მე ამას დავარქმევდი სუბიექტურ ობიექტურ არგუმენტებს. რატომ? ავიღოთ მაგალითად იგივე პრეზიდენტის შემთხვევა. რატომ ტოვებ ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნებს მომდევნო წლისათვის? იმიტომ რომ ვითვალისწინებთ სუბიექტურ ფაქტორს, კერძოდ არის მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც არჩეულია პირდაპირ წესით, ჩვენ თუ გადავალთ მომავალი წლიდან უკვე არაპირდაპირ არჩევნებზე მოქმედ პრეზიდენტს უსვამთ თეორიულ შეასრულებას, რომ მან მონაწილეობა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში. ანუ უკვე არჩეული მოქმედი პრეზიდენტია, რომელსაც აღარ ვაძლევთ საშუალებას, აღარ მივცემდით საშუალებას სხვანაირი გადაწყვეტილება რომ მიგვიღო, რომ მეორე ვადით ყოფილიყო თეორიულად არჩეული პრეზიდენტის პოსტზე. იგივე არგუმენტი, სუბიექტური ობიექტური არგუმენტი შეგვიძლია გამოვიყენოთ მაჟორიტარების შემთხვევაშიც არის დღეს მოქმედი კონკრეტული მაჟორიტარი, რომელიც არის არჩეული არ ვიცი ან გარდაბნის არა შეიძლება არ იყოს პირველად შესული ან მოქმედი დეპუტატია რომელიც დღეს არის არჩეული კონკრეტულ ოლქში და მას აღარ ვაძლევთ ხვალ იმის საშუალებას რომ არჩეული იყოს ანუ მომდევნო არჩევნებში არ ვაძლევთ ამის საშუალებას ეს არგუმენტი ბატონო ირაკლი იქნება 2024 წელს აი 2020-ში შევედი პარლამენტში და ვამბობ რომ 2024-შიც მინდა როგორც მე კიდევ ერთხელ არ მომწონს ეს რომ პროპორციულზე არ გადავდივარ შემდეგი არჩევნებიდან თუმცა პატივსცემ რა თქმა უნდა თითოეული თანაგუნდელის პოზიციას მათ შორის პირველ რიგში რა თქმა უნდა პატივსცემ მათ ობიექტურ არგუმენტებს ეს არის ჩემი პოზიცია თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენი ამოცანა იყო რა რომ გადავსულიყავით საბოლოოდ პროპორციულ სისტემაზე ეს იყო ასე ვთქვათ პირადად ჩემთვისაც ეს იყო პირდაპირ გეტყვით პროგრამა მინიმუმი და ეს მიზანი არის მიღწეული კიდევ ერთხელ იმისათვის რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ყოველგვარი საფრთხე ყოველგვარი მიდრეკილება ავტოკრატიისკენ ჩვენ ბოლომდე გამორიცხოთ ამას ბევრი სხვა ნორმაც გამორიცხავს კონსტიტუციაში იმისთვის რომ ეს საფრთხე იყოს გამორიცხული უპირობოდ აუცილებელია ჩემი ასეთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ეს არის ფუნდამენტური ცვლილება რომელიც შედის კონსტიტუციაში არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი რომ ჩვენ გადავდივართ კომისიის თავმჯდომარისგან, პარლამენტის თავმჯდომარისგან გვესმის ეს და ამიტომაც იყო მოლოდინი რომ 2020 წლიდან ეს უკვე მოხერხდებოდა. განცხადებები, რომელიც ჩვენ ვნახეთ, აი ამ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ტოვებდა ისეთ შთაბეჭდებას, რომ მათ ცოტა მოდით ასე ვიტყვი იძალადეს ცოტა ხელის გადაგრეხვის მეთოდი გამოიყენეს რომ თქვეს რომ აი თქვენ თუ არ დატოვებთ ამ სისტემას შერეულ სისტემას მაშინ ჩვენ საერთოდ გავალთ გუნდიდან თითქოს ასეთი ალტერნატივა ულტიმატუმის წინაშე დაგაყენეს რომ ან თქვენ ინარჩუნებთ გუნდის მთლიანობას და ტოვებთ ამ სისტემას ან ჩვენ გავდივართ და საერთოდ იხლიჩება გუნდი ორად მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ რომ ასეთი ულტიმატუმი არც ერთი არც მეორე მხრიდან ანუ პროპორციული მომხრეების და მაჟორიტარული სისტემის მომხრეების მხრიდან არ დაღენებულა ჩვენ ვართ ერთიანი გუნდი ქართული ოცნება არის ძალიან შეკრული გუნდი ეს რა თქმა უნდა არ გამორიცხავს ასთა სხვადასხვაობას და მადლობა ღმერთს რომ არ გამორიცხავს ასთა სხვადასხვაობას განსაკუთრებით ყველაზე პრინციპულ საკითხებზე თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ ძალიან კონსტრუქციულ რეჟიმში კონსტრუქციული დისკუსიის რეჟიმში შევძელით კომპრომისის გამონახვა უმრავლესობის შიგნით და საბოლოო ჯამში შევჯერდით ამ ორსაფეხურიან რეფორმაზე რომელიც ბოლოს მიგვიყვავს პროპორციულ არჩევნებამდე ეს არის ის ძირეული ფუნდამენტური ცვლილება რომელიც საქართველოში არ განხორციელებულა 25 წლის განმავლობაში და რომ არ ყოფილიყო ჩვენი პოლიტიკური ნება, ქართული ოცნების პოლიტიკური ნება კიდევ დიდხანს არ განხორციელდებოდა, იმიტომ რომ მარტივად რო ვთქვათ, ეს სისტემა, დღევანდელი კონსტიტუცია ყველაზე მომგებიანია არსებული მმართველი ძალისთვის. ჩვენი ხელით ვიჭრით იმ ტოტს, რომელსაც ასე ვთქვათ, ზის რაღაც გაგებით მმართველი გუნდი რისთვის იმისათვის რომ ქვეყნის ობიექტური ინტერესები დავიცვათ და ქვეყნის ობიექტურ ინტერესებში შედის ის რომ საქართველოში გამოირიცხოს აბსოლუტურად ავტოკრატიის ჩამოყალიბების რა გარანტია რომ იგივე არ მოხდება 2024 წლისთვის და 2020 წელს არჩეული პარლამენტი არ გამონახავს რაღაც არგუმენტებს თუნდაც იქ არ გამოჩნდებიან მოწინააღმდეგეები იმიტომ რომ ისევ შერეული სისტემით გაიმართება არჩევნები ისევ ძალიან ბევრი მაჟორიტარი შევა პარლამენტში შეიძლება ერთ გუნდს ისევ კონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა და თავისუფლად შეძლოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა რა გარანტია გვაქვს რომ 2004 წელს ეს ნამდვილად შეიძლება და იქაც ვიღაც არ მოინდომებს აი ასე თქვენსავით თქმას რომ ახლა ჩვენ რაღაც უპრეცედენტო ცვლილებები უნდა შევიტანოთ და ვაუქმებთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მიუხედავად იმისა რომ ჩვენი პოზიციები 2020 წლის არჩევნებშიც იქნება ძალიან მყარი იმაზე არანაკლებ მყარი ვიდრე იყო 2016 წლის არჩევნებში
გამოვრიცხავ მე შემდეგ არჩევნებში უკვე საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას ქართული ოცნების მიერ და ამის მთავარი გარანტია არის 3%-იანი ბარიერი, რომელიც აისახება უკვე შემდეგი არჩევნებისთვის კონსტიტუციაში. საუბარია 3%-მდე ბარიერის დაწევაზე, რაც უზრუნველყოფს, რა თქმა უნდა, ოპოზიციის უფრო ფართო წარმომადგენლობას ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში და ამით შემცირდება, რა თქმა უნდა, შესაბამისად მართველი პარტიის წარმომადგენლობა პარლამენტში. ეს არის ის რეალობა, რომელიც გამოირიცხავს საკონსტიტუციო უმრავლესობა სულაც არ ქონდეს, თქვენ ამბობთ შესაბამისად, თუნდაც მართლა. მე გამოვრიცხავ ამ სისტემით, ანუ არსებული შერეული სისტემითაც, თუ ჩვენ წევთ ბარიერს დაბლა, ამ პირობებში გამოვრიცხავ იმას, რომ კიდევ ერთხელ 116 დეპუტატით შევიდეს ერთი კონკრეტული პარტია ქართული ოცნება კონკრეტულად პარლამენტში. ეს არის ის რეალობა, რომელიც კიდევ ერთხელ აისახა კონსტიტუციაში. ესეც ჩვენ არ დაგვიწყია არც ვაჭრობა, არც არავის მოგთამა და ამ შემდეგ მარტივად ულტიმატუმის კი არავისთვის არ დაგვიყენებია, არც ცირე პარტიისთვის, არც არავისთვის ვაჭრობა უწოდეს ამასაც 3%-იანი ბარიერის დაწესებას, ღია ვაჭრობა. ვაჭრობა როგორ შეიძლება უწოდოს ისეთ რამეს თითქოს გადმოგვიგდეს რაც უნდა აი ეს არის ოპოზიციის სახე. არ გვაინტერესებს საერთოდ მათი შეფასება, ჩვენ მზად ვართ წავიდეთ კეთილშობილურ ნაბიჯზე და ამ შემთხვევაში ჩვენ ყველა ფაქტორის აწონდაწონვის საფუძველზე გადავწყვეტეთ, მივიღეთ გადაწყვეტილება ყოველგვარი ვაჭრობის იქ რაღაც ხვეწნის და ამ შემდეგ გარეშე იმასთან დაკავშირებით რომ დავწიოთ ბარიერი, მათ შორის საუბარი იყო მათ შორის ბლოკი არის ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელშიც ბლოკები ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას და ამ არგუმენტით გთხოვდნენ ჩვენ ბარიერის დაწევას. ესეც იყო, რა თქმა უნდა, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ბლოკთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია არის პრინციპული, ბლოკის ინსტიტუტი არის ის, რაც ხელს უშლის ძალიან მნიშვნელოვან საქართველოში პარტიული სისტემის განვითარებას. ამიტომ ბლოკის ინსტიტუცია ვამბობ ცალსახად უარს. ანუ ეს რჩება, რომ ბლოკებში გაერთიანება მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, თუმცა შემდეგი არჩევნებისთვის ჩამოდივართ 3%-იან ბარიერზე, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ რეალურად პარტია არის პარტია, მას უნდა ქონდეს 50,000 ხმის მიღების რესურსი, ამ შემთხვევაში რეალური პარტია თავისუფლად გადაღალხავს არჩევნებს. აი ძალიან საინტერესო ბატონო ერეკლი, თქვენ ახლაც ახსენეთ, რომ პარლამენტი მიდრეკილია არასტაბილურობისკენ და ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ შეიძლება იქ მოხდეს ძალიან ბევრი პარტია და უბრალოდ საპარლამენტო სისტემა. საპარლამენტო სისტემა დიახ და შეიძლება პროპორციული სისტემა მით უმეტეს და შეიძლება უბრალოდ პარლამენტმა გადაწყვეტილებები ვეღარ მიიღოს, ვერ დაამტკიცოს მთავრობა, ვერ დაამტკიცოს ბიუჯეტი, ასე შემდეგ და მე მახსოვს ამ სტუდიაში დისკუსია გქონდა ამ თემაზე, თქვენი თანაგუნდელები იყვნენ აქ და ისინი ამბობდნენ, რომ ბარიერსაც ამის გამო არ წერდნენ ქვემოთ, იმიტომ რომ ესეც პარტიის გაძლიერებას ემსახურება, რომ პარლამენტში უნდა მოხდეს ძლიერი პარტია, რომელიც შეძლებს 5%-იანი ბარიერის გადალახვას. ახლა როდესაც დაციეთ თქვენ ეს ბარიერი, თუნდაც ერთჯერადად არ იქნება ეს საფრთხე, რომ იმდენი პარტია მოხდეს პარლამენტში, რომ ის ქმედითუნარიანი აღარ იყოს. ანუ მთავარი მიზანი ბარიერის დაწესების არის ის, რომ განსაზღვრული დოზით იყოს უზრუნველყოფილი სტაბილურობა. შერეული სისტემის პირობებში ეს ინტერესი, ანუ სტაბილურობის ინტერესი არის დაცული და უზრუნველყოფილი ზუსტად შერეული სისტემის ბუნების ხარჯზე. აქედან გამომდინარე, ამ სისტემაში აღარ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ ასე ვთქვათ, გონიურულ ფარგლებში, მაგრამ შედარებით მაღლა განისაზღვროს ბარიერი. ამიტომაც რომ ერთჯერადი იქნება ეს. ჩვენ რო გქონდეს პროპორციული სისტემა, ამ შემთხვევაში ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებდით 3%-იანი ბარიერის დაწესებას, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში შეიქმნებოდა სერიოზული საფრთხეების სტაბილურობის კუთხე. ჩვენი ამოცანა არის ორი. ერთი, რომ მაქსიმალური პლურალიზმი იყოს უზრუნველყოფილი სისტემაში და მეორე, სტაბილურობის ინტერესიც იყოს დაცული, მით უმეტეს ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მცირე რესურსი არის ამ რეალობაში კონსენსუსის მიღწევის კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ბევრად მეტი სირთულე გვაქვს ჩვენ ზოგადად იმასთან დაკავშირებით, რომ ჩამოყალიბდეს მაგალითად კოალიციური მთავრობა, ასეთ რეჟიმში ფუნქციონიროს ხელისუფლება, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ ვაწესებთ ბარიერს, რომელიც არის სრულ თანხმედრაში ევროპულ პრაქტიკასთან, 5%-იანი ბარიერი პარტიებისთვის არის დადგენილი ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში და ბონუსიც, რომელსაც გადაგვაყოლეს, ასე ვთქვათ, ბონუსიც ემსახურება ზუსტად ამ მიზანს და ბონუსიც იმ ფარგლების გათვალისწინებით, რომელიც არის დაწესებული პოზიტიურად შეფასდა ვენეციის კომისიის მხრიდან. ძალიან დეტალებში რომ არ გადავიდეთ, მაყურებლისთვის რთული იქნება ამის გაგება. ერთი დეტალი მინდა გამოყო, თქვენ ახლა თქვით, რომ ბლოკების შექმნასთან დაკავშირებით პრინციპული
მიღებული უარია თქვენი მხრიდან, იმიტომ რომ ეს მხოლოდ პარტიების შესუსტებას და შესაბამისად სუსტი პარტიების პარტიული სისტემის შესუსტებას ზოგადად შესუსტებას უწყობს ხელს. აი ახლა ჩვენი საუბრისას გამოჩნდა, რომ ბევრი დეტალი ჯერ კიდევ გასარკვევია თქვენ თვითონაც თქვით, რომ კონსენსუსთან დაკავშირებით არის პრობლემები, თქვენ რაღაც მომენტში ფაქტობრივად იცულებული გახდით, რომ დაკმაყოფილებულიყავით ამ ეტაპზე. გუნდში შიგნით მიღებული კონსენსუსით აი ახლა აღმოვაჩინეთ, რომ 2023 წელს, როდესაც პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება, ჯერ პროპორციული სისტემა არ იქნება ამოქმედებული, ამ დროს ამაზეა დამოკიდებული, რომ დემოკრატიულად მოხდეს პრეზიდენტის არჩევა და კიდევ ერთი დეტალი, თქვენ თქვით, რომ ბლოკები არ განიხილება, ამას უბრუნდები, მაგრამ პარლამენტში შესულია უკვე კანონპროექტი, რომელიც ეხება საარჩევნო კოდექსში შესატანს ცვლილებებს, ის გაინიხილა უკვე იურიდიულმა კომიტეტმა და იქ ერთ-ერთ მუხლს წავიკითხავ მე-13 მუხლის B პუნქტი. ეს პირდაპირ არის ასეთი რამ ნახსენები პარტია, რომელიც პარლამენტში წარმოდგენილია ფრაქციით და არჩევნებში მონაწილეობდა საარჩევნო ბლოკის მეშვეობით ამ მუხლის მიზნებისთვის, მის მიერ მიღებული ამორჩეულთა ხმების რაოდენობის დასადგენად ბლოკის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა იყოფა ბლოკში შემავალ პარტიათა რაოდენობას. მე ხაზი გავუსვამ ბლოკს, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ არის ნახსენები ბლოკი და ეს კანონპროექტი, რომელიც განიხილება უკვე აგებულია მათ შორის ამ ბლოკების საარჩევნო ბლოკების სისტემაზე. ეს უბრალოდ ხარვეზია თუ რას? ამას მარტივი მიზეზი აქვს, ბუნებრივია კონსტიტუცია ვერ მოქმედება მომდევნო წელიწადნახევრის განმავლობაში შესაბამისად თვითმმართველობის არჩევნებშიც მონაწილეობას მიიღებენ ბლოკები, ანუ ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც წინა საპარლამენტო არჩევნებიდან მომდევნო არჩევნებამდე ბლოკებზე იქნება აგებული იმ პრივილეგიების განაწილება, რომელიც დაკავშირებულია ფინანსებთან, საერთო დროსთან და ამ შემდეგ. ანუ ვიდრე კონსტიტუცია არ მოქმედება, მანამდე ბლოკი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ნახსენები კანონმდებლობაში. ამიტომაც არის აქ შესაბამისად არ გვაქვს შეუსაბამობასთან ადგილი. ბატონო ირაკლი, აი ახლა გადავიდეთ იმ თემაზე, რომელიც ბოლო დღეებში განსაკუთრებული განხილვის თემაა და ჩვენი ინტერაქტივიც ამას ეხება და თქვენ უკვე ახსენეთ მონარქი და თქვენი ერთ-ერთი განცხადებიდან აი ეს მონარქია, კონსტიტუციური მონარქია რაღაცნაირად გამოჩნდა კიდევ ერთ საშუალებად შეიძლება ასე ვთქვათ პრეზიდენტის ინსტიტუტის გასაუქმებლად. თქვენ თქვით კონსტიტუციური მონარქია გამორიცხავს თავისთავად პრეზიდენტის იდეას. მოდით პირდაპირ კითხავთ, რამდენად სერიოზულად განიხილავთ თქვენ საერთოდ ამ იდეას, რას ემსახურებოდა თქვენი ვიზიტი ეკაბესელიასთან ერთად საპატრიარქოში მეორე დღეს, როდესაც ილია მეორემ ეს იდეა ქადაგებაში წამოაყენა და რაზე მეტყოლებს თქვენი აზრით ის მყისიერი და პოზიტიური გამოხმაურება უმრავლესობის წევრების მხრიდან, რომელიც ჩვენ ვნახეთ, მათ შორის თქვენს ასეთი რამ თქვით, რაც ბრძანა უწმინდესმა, ეს არის ჭეშმარიტება. საუბარია იმაზე, რომ კონსტიტუციურ მონარქიას შემოაქვს სიმშვიდე პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ფაქტორი, მათ შორის ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა. რამდენად სერიოზულად განიხილავთ თქვენ ამ საკითხს? რაც შეეხება ჩვენს მისვლას საპატრიარქოში, ეს რა თქმა უნდა იყო მათ შორის დაკავშირებული პატრიარქის ქადაგებასთან და იმ განცხადებასთან, რომელიც ეხებოდა კონსტიტუციურ მონარქიას და კონსტიტუციური მონარქიის შესაძლო შემოღებას. ჩვენ გვაინტერესებდა იყო თუ არა ეს განცხადება გაკეთებული საკონსტიტუციო რეფორმის კონტექსტში, თუმცა რეალურად მოხდა რა, რომ არასწორად დაუკავშირეს ეს ქადაგება საკონსტიტუციო რეფორმას. საუბარი არ იყო იმაზე, რომ უნდა ასახულიყო რაიმე ნორმის სახით ეს განცხადება, ან იდეა კონსტიტუციური მონარქიის უпростоრად მოქმედ კონსტიტუციაში ამ საკონსტიტუციო რეფორმის საბუთოზე. საუბარი იყო ზოგად ასე თქვათ მიდგომაზე, პატრიარქის მიდგომაზე ამ საკითხის მიმართ პატრიარქმა ბრძანა, რომ ის ემხრობა, ეს ვიცი ჩვენ წლების განმავლობაში, ის ემხრობა კონსტიტუციური მონარქიის იდეას, ამ იდეას ხავს მომხრეები უმრავლესობის შიგნითაც და მათ გააკეთეს შესაბამისი განცხადებები, თუმცა ამას კავშირი არ აქვს იმ საკონსტიტუციო რეფორმასთან, რომელიც ამჟამად ხორციელდება საქართველოში. რაც შეეხება ჩემს განცხადებებს, რომელიც უკავშირდება ზოგადად კონსტიტუციურ მონარქიას, მის ბუნებას, მის შედეგებს და ამ შემდეგ, ეს არის უმარტივესი ჭეშმარიტებები, მათ შორის ისიც, რომ კონსტიტუციურ მონარქიაში პრეზიდენტის ინსტიტუტი აღარ მოქმედებს, ეს არის მარტივი ჭეშმარიტება კონსტიტუციურ სამართალში, ამაზე იყო საუბარი. კიდევ ერთხელ ყავს მომხრეები კონსტიტუციური მონარქიის იდეას, თუმცა დღეს ამაზე საუბარი საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში არ არის. თქვენ ხართ ამ მომხრეებს შორის? მე ჩამოყალიბებული პოზიცია ამ ეტაპზე არ მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ მომწიფდება სიტუაცია,
ამასთან დაკავშირებით ჩვენთვის კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პატრიარქის სიტყვას აქვს განსაკუთრებული ფასი. ჩვენ მზად ვართ ვიმშილოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ მომწიფებული იქნება ასეთი სიტუაცია. არის უამრავი ქვეყანა, სამწუხაროდ ძალიან ცუდი განცხადებები ისმის ხოლმე კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით, გახდა ეს სამწუხაროდ საქილიკო თემა და შემდეგ ეს არის მე მგონია ცოტა შეურაცხყოფელიც იმ ქვეყნებისთვის, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობა. ევროკავშირის ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილში მოქმედებს კონსტიტუციური მონარქიები და მოქმედებს ძალიან დიდი წარმატებით. კონსტიტუციური მონარქია არნიშნავს იმას, რომ რაღაც რეგრესთან გვაქვს ჩვენ საქმე. იდეა თავისთავად არის, რა თქმა უნდა, დაფუძნებული კონკრეტულ მიდგომაზე, რომელსაც პატრიარქმა ბრძანა, რომ კონსტიტუციური მონარქია არის სიმშვიდის შემოტანი მმართველობის სისტემაში და ზოგადად პოლიტიკურ სისტემაში. შეგვიძლია გრძელვადიან პერსპექტივაში ვიფიქროთ ზოგადად ამაზე. აი რომ როგორც რიგით მოხალხეს, რა შეიძლება ქვეყანაში შეცვალოს და როგორ შეიძლება მონარქიამ უზრუნველყოს სიმშვიდე საქართველოს. ესეც შეგიძლიათ ამოიკითხოთ სახელმწიფოებში, ლიტერატურაში, რომ სიმშვიდეში აქვს რეალურად არაერთი გამოცდილება, არაერთი მაგალითი არსებობს ევროპის ქვეყნებში ამ კუთხით, როდესაც კონსტიტუციური მონარქია შეუტანია სიმშვიდე, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ სისტემაში და მმართველობის სისტემაში. მაგალითად ესპანეთს გულისხმობთ. თუნდაც ესპანეთის მაგალითი რომ ავიღოთ, იყო საკმაოდ რთული ვითარება, ჩამოყალიბებული ფრანკოს რეჟიმის შემდეგ, თუმცა კონსტიტუციურმა მონარქიამ ხელი შეუწყო პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაციას. თუნდაც ეს მაგალითი შეგვიძლია ავიღოთ, არსებობს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც არც ერთ საპარლამენტო მონარქიაში დღემდე ან რევოლუცია, ან მსგავსი პროცესები არ მომხდარა და ასე შემდეგ. ეს არის მარტივი რამ, ჭეშმარიტება, რაც შეიძლება სახელმწიფოებში ამოვიკითხოთ. კიდევ ერთხელ საქართველოს რაც შეეხება, დღეს საკითხი არ განიხილება და არასწორად დაუკავშირეს პატრიარქის გადაგება დღევანდელ საკონსტიტუციო რეფორმას, თუ მომწიფდება ვითარება მისათვის, რომ თავისად პატრიარქის განცხადება და პატრიარქის იდეა იმდენად არ იყო გარსაკვირი, ვინაიდან ვიცით თქვით, რომ ეს პირველად არ მომხდარა. გაკვირვება გამოიწვია კიდევ ერთხელ უმრავლესობის მტკიციერმა რეაგირებამ და თქვენმა ვიზიტმა. სწორედ იმიტომ, რომ ეს ახალი არ იყო. რატომ ჩათვალეთ მეორე დღესვე აუცილებლად რომ პატრიარქთან მისულიყავით და დალაპარაკებოდით ამ თემაზე. დარჩა შტაბის-წევა, რომ თითქოს ხელისუფლება ძალიან სერიოზულად მიუდგა ამ თემას. საკითხი გახდა ძალიან აქტუალური. ყველამ დაუკავშირა ეს ქადაგება, მათ შორის მედიამაც დაუკავშირა ეს ქადაგება საკონსტიტუციო რეფორმას და აქედან გამომდინარე ჩვენთვის საინტერესო იყო რეალურად სინამდვილე უკავშირდებოდა თუ არა ქადაგება საკონსტიტუციო რეფორმას და ამასთან დაკავშირებით მივიღეთ, რა თქმა უნდა, პასუხი. კიდევ ერთხელ არ უკავშირდება ეს ქადაგება საკონსტიტუციო რეფორმას და უახლოეს მომავალში მეფე არ მოგველის საქართველოს. ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. ბატონო ირაკლი, რომ განვაგრძოთ საუბარი იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რომელზეც საუბრობს საზოგადოება, იმ ძალიან ბევრი ცვლილება, რა თქმა უნდა, კონსტიტუციაში და ყველას ახლა დეტალურად ვერ განვიხილავთ. მე მინდა გკითხოთ ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ თემაზე, რომელიც განსაკუთრებით რეგიონებშია მტკივნეული, ეს არის სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება. აკრძალვა შენარჩუნებულია, რატომ? აქაც არის, რა თქმა უნდა, უცხოელებზე გასხვისებაზე, რა თქმა უნდა, საუბარი. ნებისმიერ გადაწყვეტილებას აქვს თავისი პლუსი, თავისი მინუსი. რა თქმა უნდა, ეს ეხება ბუნებრივია მიწასთან დაკავშირებით რეგულაციას. თავიდან იყო ასახული სხვა ტიპის ნორმა კონსტიტუციაში, როგორც მოგეხსენებათ, საუბარი იყო ზოგად მინიშნებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიწა არის განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი და მას აწესრიგებს, ასე ვთქვათ, ამ რესურსის განკარგვას აწესრიგებს ორგანული კანონი. თუმცა შემდეგ შეიცვალა, როგორც მოგეხსენებათ, ეს პოზიცია და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უფრო მკაცრად მოაწესრიგოთ ეს საკითხი. ეს ცვლილება უკავშირდება ბევრ ფაქტორს, მათ შორის ერთ-ერთი ფაქტორი იყო საყოველთაო სახალხო განხილვა. რეალურად გამოვლინდა ამ განხილვის ფარგლებში, რომ ის საკითხი, რომელიც იწვევდა ყველაზე მეტ ემოციას, ასე ვთქვათ, ჩვენ საზოგადოებაში იყო სწორედ მიწის განკარგვის საკითხი. ამასაც რა თქმა უნდა ანგარიში გაუწია, თუმცა ემოციური დამოკიდებულება იყო თუ არგუმენტებიც ჰქონდათ ამ ადამიანებს? არა, არგუმენტებითაც იყო საუბარი და თან, ასე ვთქვათ, ზოგადად ფართო საზოგადოებას აქვს აშკარად ემოციური დამოკიდებულება ამ საკითხში. ყველაზე მეტად ადარდებდა ეს. კი ბატონო, ეს აშკარად ჩანდა განხილვის ფარგლებში, თუმცა რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს არ არის, ვერ იქნება ერთადერთი არგუმენტი გადაწყვეტილების მიღებისათვის. ჩვენ დამატებით სიღრმისეულად გავანალიზეთ, თუ რა წვლილი შეაქვს მიწის გასხვისებას უცხოელებზე ან უცხოურ კომპანიებზე ეკონომიკურ ზრდაში და პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. და სურათი მივიღეთ ასეთი.
რაც შეეხება მიწის ფასს, დღეს მიწის ფასი არის უკიდურესად დაბალი და მიწის ფასი გეომეტრიული პროგრესიით თუ არა ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ტემპით იზრდება ეკონომიკური ზრდასთან ერთად, ანუ ასწრებს მიწის ფასის და ეკონომიკური ზრდის ტემპს, ასეთი, ასე ვთქვათ, პრაქტიკა. შესაბამისად, დღეს მიწის ფასი არის უკიდურესად დაბალი, ცდუნება მაღალია საზოგადოებაში, რომ გასხვისდეს მიწა, ცდუნება მაღალია უცხოელებში, რომ შეისყიდონ მიწა საქართველოში. ეს არის რეალობა და თანდათანობით გადადის მიწის რესურსი უცხოელთა საკუთრებაში. დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ რაც გვაქვს ინფორმაცია 5.9% არის უკვე გასხვისებული უცხოელებზე მიწის რესურსიც, რაც არის ძალიან დიდი მაჩვენებელი იმის გათვალისწინებით, რომ რა თქმა უნდა საუკეთესო მიწას ყიდულობენ უცხოელები, რომლებიც ასე ვთქვათ დაინტერესებული არიან საქართველოში ამ კუთხით ინვესტირებით. შესაბამისად მაჩვენებელი არის უკვე მაღალი და ტემპის, ასე ვთქვათ, ზრდის ტემპი მაჩვენებელი იყო ძალიან მზარდი ასე ვთქვათ მიწის შესყიდვის კუთხით. ეს იყო რეალობა. ეს არის რეალობა, რაც შეეხება წყლის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ეკონომიკური ზრდაში, ეს წვლილი იყო რეალურად მიზერული. ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ეკონომიკა რეალურად მიწების არ გაყიდვით უცხოელებზე ბევრს არაფერს დაკარგავს. კიდევ ერთხელ გავლენა იქნება მიზერულზე მიზერული ამ კუთხით, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელსაც რა თქმა უნდა ჩვენ ვაქცევდით ყურადღებას და ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ეს არის საზოგადოების დამოკიდებულება, ეკონომიკაზე გავლენა, ინვესტიციებზე გავლენა, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ერთობლივად ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ უფრო მკაცრად მოვაწესრიგოთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვის საკითხი. მადლობა, ჩვენ ბევრი დრო აღარ გვჭირდება, კიდევ რამდენიმე თემაზე მინდა რომ ვისაუბროთ ოჯახთან დაკავშირებით, ოჯახის განსაზღვრებასთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიას უწერია ასეთი რამ რეკომენდაციებში ფუნდამენტური უფლებები იგულისხმება აქ ოჯახის განსაზღვრა, როგორც ქალსა და კაცს შორის კავშირი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს განმარტებული, როგორც ერთი სქესის წყვილებს შორის პარტნიორობის აკრძალვა. კომისიამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ვალდებულია დაიცვას ევროპული სასამართლო სტანდარტები და ლეგალურად აღიაროს ერთი სექსის წყვილები. ერთი სქესის წყვილები. რაც შეეხება ვენეციის კომისიის პოზიციას, ვენეციის კომისიის მთავარი, ასე ვთქვათ, მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ ეს ჩანაწერი არ უნდა გახდეს დისკრიმინაციის საფუძველი. ჩვენ ზუსტად ამას ვამტკიცებდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ამ თვეების განმავლობაში, მათ შორის სახალხო განხილვის ფარგლებში, რომ მთავარი მიზანი ამ ცვლილების, ანუ დეფინიციის დაზუსტების არის ის, რომ არ მივცეთ არავის საშუალება და ეს საშუალება დღეს ასე ვთქვათ არსებობს, არ მივცეთ არავის იმის საშუალება, რომ ამ ინსტრუმენტის გამოყენებით, ანუ დეფინიციის მუდოვანებით ისარგებლონ და ხელი შეუწყონ საქართველოში ჰომოფობიური განწყობების გაღვივებას და არა მარტო ჰომოფობიური, ძალიან ხშირად ამ დეფინიციის მუდოვანება გამოიყენება იმისათვის, რომ საქართველოში გაღვივდეს ანტიდასავლური განწყობები. არიან კონკრეტული ძალები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული კავშირები, კონკრეტულ სხვადასხვა სახელმწიფოებთან, აღარ დავაკონკრეტებ ამ ყველაფერს და ხელოვნურად ხდება ამ ინსტრუმენტის გამოყენება იმისათვის, რომ გაღვივდეს საქართველოში ჰომოფობიური განწყობები და ანტიდასავლური განწყობები. საქართველოში ჩვენ ამ კუთხით დრამატული პრობლემები ვფიქრობ, რომ არ აქვს. ქართული საზოგადოება არის საკმაოდ ტოლერანტული და შემწყნარებელი და არ გვინდა მართულია ასეთი ჰომოფობიური გამოვლენებები, რომელიც არის ამის აშკარა ნიშნები არის რეალურად, რომ იმართება გარკვეული პროცესები იმისათვის, რომ გაღვივდეს ასე ვთქვათ შესაბამისი განწყობები. ერთ მხარეს, მეორე მხარეს ათასგვარი ორგანიზაციები არსებობს, რომლებიც სხვადასხვა კუთხით აგეთებენ ამას. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ნებისმიერი ადამიანის ინტერესები და უფლებები იყოს დაცული, მათ შორის, რა თქმა უნდა, უმცირესობის უფლებები იყოს დაცული და არ გაგვივდეს საქართველოში არავითარ შემთხვევაში ჰომოფობიური განწყობები. ამ დეფინიციის დაზუსტება რეალურად შესაბამის ძალებს გამოაცლის ამის საფუძველს და ყოველგვარ საბაბს. ეს იყო ჩვენი მთავარი ამოცანა, სადაც არაერთხელ გვისაუბრია, საქართველოში დისკრიმინაცია არავითარ შემთხვევაში არ იქნება არც სახელისებული და არც დაშვებული. ჩვენთან მოქმედებს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რომელიც სათანადოდ იცავს ნებისმიერი ადამიანის უფლებას. ეს არის ჩვენი მიდგომა, სახელმწიფო უნდა იყოს ჰუმანურობის პრინციპზე აგებული, ისევე როგორც საზოგადოება და შესაბამისად ეს მიდგომები არის ასახული ჩვენ კანონმდებლობაში. ბატონო ირაკლი, რამდენიმე კითხვა მინდა დაგისვათ კონსტიტუციის მიღმა, არა კონსტიტუციაში შესაძლოა ცვლილებებთან დაკავშირებით. ისევ დღევანდელ შეხვედრაზე მინდა ვისაუბროთ უკვე სხვა შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა უმრავლესობაში, სადაც შედგა შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრთან. თქვენ თუ ესწრებოდით ამ შეხვედრას და თუ გაქვთ ინფორმაცია შესაბამისად რაზე იყო საუბარი აქ? მე სამწუხაროდ არ მქონდა საშუალება დავსწრებოდი ამ შეკრებას, გამომდინარე იქიდან, რომ გადართული ვარ ძირითადად
კონსტიტუციაზე და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხებზე. შესაბამისად, ზუსტი ინფორმაცია შინაარსთან დაკავშირებით არ მაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ყველა აქტუალური საკითხი განიხილებოდა, რომელიც დაკავშირებულია კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობასთან. თუმცა სამწუხაროდ ინფორმაცია ჩვენ არ ვიცით ზუსტად აფგან მუხთარლის საქმე განიხილებოდა თუ არა, თუმცა თქვენი როგორც პარლამენტის თავმჯდომარის აზრი მაინტერესებს ერთ დეტალთან დაკავშირებით. ჩვენ პოსტსკრიპტუმში გვქონდა 2 დღის წინ სიუჟეტი მასთან დაკავშირებით, რომ ითხოვს დიდი ხანია უკვე ყველა საზოგადოება, მათ შორის ჩვენც, რომ კადრები იქნას გასაჯაროებული იმ ადგილებიდან, იმ სათვალთვალო კამერებიდან, სადაც გადაადგილდებოდა აფგან მუხტარი და საიდანაც სავარაუდოდ მოხდა მისი გაქრობა, გატაცება. ჩვენ მოვიპოვეთ კადრები, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ არის გაყალბებული მასალა. ერთი ნაწილი არის ჩანსული. მე მინდა გაჩვენოთ თქვენ ეს კადრები და მაინტერესებს თქვენი აზრი, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით და უნდა მოყვეს თუ არა ამას ძალიან მძაფრი და მკაფიო რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. აი ჩვენ ხედავთ, აქ არის კადრები, აი დაინახა მაყურებელმა, რომ თავიდან იყო სრულიად სხვა ამინდი, სრულიად სხვანაირი კლიმატური მდგომარეობა, საათი იყო სხვა, შემდეგ შეიცვალა, აი შედარებისთვის შეუძლია მაყურებელს შეადაროს მანქანების განლაგება სრულიად სხვარი და ასე შემდეგ. ეს არის ზუსტად ის მომენტი, როდესაც ამ ადგილზე იმყოფებოდა აფგან მუხტარლი და წარმოიდგინეთ, ეს კადრები არის ამოშლილი და გადაწერილია ზედ სხვა დღის ფრაგმენტი. აი როგორია თქვენი პარლამენტის თავმჯდომარის რეაქცია, უფრო მეტიც ცოტა ხანში ეს კადრებიც კი საერთოდ განადგურდა. ერთი კვირის მასალა წაიშალა საერთოდ იმ კამერებიდან და შემთხვევით გადაურჩა აი ეს კადრები, იმიტომ რომ ჩვენმა ჟურნალისტებმა მანამდე მოიპოვა ის. არის თუ არა ეს პროცესი მისაღები პარლამენტის თავმჯდომარისთვის, როდესაც საზოგადოება ითხოვს გამოქვეყნეს ეს კადრები და ჩვენ ამის ნაცვლად ვხედავთ, რომ ეს კადრები იშლება ან ყალბდება. მე კიდევ გამიჭირდება ძალიან კონკრეტული კომენტარის გაკეთება.